საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი აჭარაში სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი მარგველაშვილმა დღეს მომავალი თაობის აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი ნარგიზ ბერიძე დააჯილდოვა. მას სამინისტროს მიერ დაწესებული სამკერდე ნიშანი ამაგდარი გადაეცა ნარგიზ ბერიძემ. პედაგოგიური მოღვაწეობა ქედის რაიონში დაიწყო 1996 წლიდან კი მეორე საჯარო სკოლაში მუშაობს. პედაგოგებთან გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, გაიზრდება საჯარო სკოლების ადმინისტრაციის ხელფასი, სექტემბრიდან სკოლები მიიღებენ უფასო სახელმძღვანელოებს და გაიხსნება მასწავლებლების სახლი, სადაც პედაგოგები კვალიფიკაციის ამაღლებას შეძლებენ. მინისტრი აჭარაში რესურს ცენტრების ხელმძღვანელების დანიშვნის საკითხსაც შეეხო უფრო ცლად სამუშაო შეხვედრის შესახებ მთავარ გამოშვებაში ვისაუბრებთ. დღეს ჰქონდათ უაღრესად თბილი შეხვედრა ჩვენ კოლეგებთან, სადაც ქალბატონი ნარგიზ ბერიძე დავაჯილდოვეთ ამაგდარის ნიშნით. და ამ მნიშვნელოვან და სასიხარულო ნოტით ვასრულებთ ჩვენს ვიზიტს აჭარაში. როგორც კი პრეზიდენტი სააკაშვილი შეეგუება იმ ფაქტს, რომ მისი პოლიტიკური კარიერა დამთავრდა, სხვათა შორის კრახით და დანიშნავს საპრეზიდენტო არჩევნებს, ბუნებრივია შეწყდება ჩემი როგორც მინისტრის საქმიანობა. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ვიღაცა რაღაცას როგორღაცნაირად აფასებს, მე ვერ შევწყვეტ ჩემს საქმიანობას. პირველ რიგში ის, რომ ადმინისტრაციის ხელფასი იზრდება და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი პედაგოგებისთვის, ჩვენთვის, ყველა მასწავლებლისთვის არის ის, რომ სახელმწიფო წიგნებს ჩუქნის არა მარტო მოსწავლებს, სათითაოდ ყველა მოსწავლეს უზრუნველყოფს სახელმძღვანელოებით, არამედ ყველა მასწავლებელსაც აძლევს იმ სახელმძღვანელოს, რომელიც მას მუშაობისთვის სჭირდება და არ მოუწევს ამის შეძენა. ყველაზე მეტად ვდარდობ ტექნიკური პერსონალის ხელფასზე. ამაში შედის დამლაგებლები, თქვათ, მუშა, ექთანი და ასე შემდეგ, რომელთა ხელფასი გაუმართლებლად დაბალი იყო. ეს ჯილდო ჩემთვის იყო ყოველად სიურპრიზი, ასე შეიძლება ვთქვათ. გაუღნებული ვარ, არ ვიცი რა, უბედნიერესი ვარ. წლების განმავლობაში გაწეული შრომა, რომ ესე დაგიფასდება, უმეტესი მადლობა ამისათვის ყველას და ეს იქნება ერთ-ერთი სტიმული მასწავლებლისათვის, როცა დაინახავს მასწავლებელი, რომ მისი შრომა ესე ფასდება, მე მგონი ამას დიდი ბედნიერება ჩვენთვის აღარ არსებობს.